საკუთარ თავზე ძალაუფლება უზენაესი ძალაუფლებაა. ეს რეაქცია მინდა ჩავწერო ზაზა ნოზაძის ახალ კლიპზე და წერან დაიდო 9000 ნახვა აქვს 2 საათში და ძალიან ბევრი კომენტარი აქვს. ახლა დავარეფრეშებ და უფრო მეტი იქნება. 460 კომენტარი აქვს და 9000 ნახვა. ძალიან ბევრი კომენტარია და მოკლედ ესეთ რამეებს უწერენ, რომ მაგრად მევასებოდიო რა, მაგრად ბალეში ქობდიო, მაგრამ გაიყიდეო და ასე შემდეგ. ხო და ეხლა მე ვაფშე არ ვიცი ეს თემები. просто მხვდებოდა, რომ რაღაცა საარჩევნო კლიპში მიიღე მონაწილეობაო უწერდნენ. ხო და ეხლა საიდან დაიწყო ეს თემა გადავხედოთ რა თვალი გადავავოთ და პატარა ანალიზი გავაკეთოთ. ტიპმა იმენა ყველას აგინა და ისი აგინა. აი ეთი გინება. იმენა აი გინების მასტერ კლასი ჩაუტარა ტიპმა. მოკლედ რა, აქ ძირითადად მთელი 4 წუთი არის გინება და აგინებს იმ ხალხს, ვინც უწერდა კომენტარებს, რომ გაიყიდეო. ტიპი როგორ აგინებს, წარმოიდგინეთ და აქედანაც მაგრად აგინები. და ეხლა რა მოხდა რეალურად? აი ეს ორი ვიდეო უცბად რაც დავსერჩე და აქედან დაიწყო რა ყველაფერი, აქაც ნახე რა კომენტარებია. შენს გაიყიდე ძმაო, ეგრე უწერენ რა ტიპს. მე просто ეხლა ამ ყველაფერს ვუყურებ შორიდან, არც იქით ვარ, არც იქით. просто მაინტერესებს რა მოხდა, აბა, ნახოთ. პირველად ვუყურებ ეხლა. პირველ რიგში მოგესალმებით მეგობრებო, რაც მინდა პირველ რიგში ვთქვა. ეს არის საარჩევნო ღონისძიება ქართული ოცნების. სადაც ზაზა ნოზაძე გამოჩნდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია ესე ვთქვათ, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩემი მეგობრის კახი კალაძის მიმართ და წარმატება მინდა უსურვო მას და მის გუნდს. ეხლა ეს მომენტ ეხლა მხარდაჭერას რო აცხადებს ოცნების საარჩევნო ღონისძიებაზე, იასნია ოცნებასაც გამოდის რომ ხარს უჭერ რა. ანუ ამ შემთხვევაში ეგრე გამოდის. რაც შეეხება ახლა სიმღერას, როგორც მოგახსენეთ, უნდა წარმოგიდგინოთ ლეგენდარული გოგი ცაბაძის მართლაც რო გენიალური, მართლაც რო კლასიკური სიმღერის ჩემო თბილის ქალაქოს რემიქსი, ჩემთვის როგორც რიგითი თბილისელისთვის, როგორც ამ ქალაქის შვილისთვის, აი ეს იყო უდიდესი პატივი და ესე ერთგვარი ოცნება რომ მემუშავა ამ ნამუშევარზე, ამისთვის და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ეს დღეც მოვიდა და ასევე უდიდესი მადლობა მინდა ყველას მოვახსენო, ვინც თავის წვლილი შეიტანა ამ ნამუშევარში, როგორც კლიპში, ასევე აუდიო ჩანაწერში. მადლობა ლარას, მადლობა ყველას. მოკლედ, მადლობა თქვენ დამსწრე საზოგადოებას და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. საღამოსწვიმა გამოცხადებული. რა მოსაცმელი, მე შეხედე რომ უნდა გელაპარაკო, ვამაყობ შენი შვილი ვარ და მინდა მეც გაამაყო და სამყაროს რო შენი დიდებულება მეც ვანახ, ვიცი შენი ისტორიანაია, ყველაფერი ვიცი. აქ ნახე, კალაძე მაიკები რო აცვიათ. არა და რეალურად კვარაცხელია უნდა ეწეროს, ყველა ბავშვს კვარაცხელის მაიკები აცვია. კალაძის მაიკა არ ამგონია იმას ეცვას ბავშვებს. პარულზე უნდა გელაპარაკო, ვამაყობ შენი შვილი ვარ და მინდა მეც გაამაყო და სამყაროს რო შენი დიდებულება. TikTok-ში კალაძის ის არის რა, პიარია ამ ვიდეოში მე რასაც ვხედავდა. так, ეხლა აქ მე კომენტარებში ხალხმა აკენწლა მთელ სოციალურ ქსელებში ტიპი აკენწლეს და ამან მერე ისეთი პასუხი გაცა,
ვინც თავის თავზე მიიღო, ალბათ მაგრა უნდა გაუუტყდეს. და ეხლა აქედან მორალი რა არის? იტოქში ესე იგი ესეთი პონტია რა, თუ რომელიმე მხარის აზრი ან რაღაცა მხარდაჭერა დააფიქსირე, მაგარი ბრუტალურად შეესევიან ხოლმე რა, ოცნებად შეესევა ხოლმე იმ ნაციონალურ რაღაცა მეორე მხარეს, ისინი შეესევიან ხოლმე ამ ხოცები, ნაცები. მოკლედ ორ ნაწილად არის გაყოფილი ქვეყანა. ქვეყანა არის ორ ნაწილად გაყოფილი. ყველა ოჯახში, სადაც უნდა მიხვიდე, ანუ ნებისმიერ რაღაცა აი წრეში ორად არის გაყოფილი რა. მაგრად ეხავს ეგ რა პონტია. ყველგან იმენა ამას ცალკე აზრი აქვს, ამას ცალკე აზრი აქვს. სვეჩი აი ყველგან. მაგრად ეხავს რა. და ანუ ეგ რა გამოდის, რომ ასე თუ გაგძელდა, ანუ რა შეიცვლება ასე. ჩემი აზრით, ესე ორად რო არის გაყოფილი რა საქართველო, აი იმენა ორ მხარედ არის გაყოფილი რა, მესამე მხარე არ ჩანს. ეს ორი მხარე სპეციალურად არის ესე გაყოფილი რა, ჩემი აზრით. იმენა სპეციალურად არის გაყოფილი, რომ რატო? აი მაგალითად ეხლა დაჯდნენ ტიპები იმენა, აი ესე დაჯდნენ და მოდი მოვიფიქროთ ეგეთი რამე. როგორ ვიყოთ სულ ჩვენ მთავრობაში რა? ტიპები დაჯდნენ და ეს მოიფიქრეს. მოდი ესე ვქნათო. ჩვენი წინა მთავრობაო და იმათი აი ეს მთლიანი სექტაო ვატივტივოთო. ესე ვატივტივოთო, არც ძალიან არ ჩავძიროთო, გავაბანძოთო და ვატივტივოთო რა. მე ხალხსო გაუჩნდება ესეთი შეხედულებაო, რომ ცუდები ისინი ხო უფრო ცუდები არიან, ესენიც ცუდები არიან. ეხლა ესენი ცუდები რო არიან, მაგაზე მე ვიტყვი. მაგრამ ისინიც ხო ცუდები არიან და ხალხი ესე იტყვისო, რომ ძალიან ცუდი ჯობიაო. ანუ ძალიან ცუდი ჯობიაო, ძალიან ბოროტი ჯობიაო. სტატივტივებენ რა და მაგრამ მუშაობს ეგ ფორმულა თუ რაღაცა, ეგ პროგრამა იმენა გაწერილი, მაგრად მუშაობს რა. ჯერ ნახეთო, აი ქართველები, რომლებსაც აი ერთმანეთს ნახე როგორ გადაემტერნენ. ეს ესეთი გინება ხო სადამდე მიდისა ბოლოდ ხო? რა მარტივია მე ეს მტორობა გადაიზარდოს რაღაც იგიჟეში რა. გეგონება 900 სიცოცხლე გაქვს ადამიანს. რა ვიტო ესე კლავიატურაზე რო ესე ბიდავენ გინებას. ადამიანი აი ზიხარ და კლავიატურაზე ბიდავ გინებას, ვიღაცას აგინებ. რა იცი ვინ არის? რა იცი მომენტში რა, დასაკარგი დიდად არაფერი არ აქვს და აი რაღაცნაირად გიპოვოს და პასუხი ძალიან ბრუტალურად მე უკვირთ ხოლმე რატო მოკლაო, რატო მოხდაო ეგეთი რაღაცა. მაგრამ რატო მოხდა თავიდან ყოველთვის ესეთი რაღაცა აქვს დასაწყისი რა, ვიღაცა უგუნურად შეურაცხყოფას, ანუ როგორი რამეა ნახე, ტიპი შეჩვეული ვინც არის მაგალითად რომ ესე ვიღაცას იმას შეაგინა კლავიატურით, იმას და უკვე შეეჩვია ამისთვის ნორმაა ეგ რა. მაგრამ გადაეყრები ბიძია ვიღაცას ისეც, ვინც მაგას არ გაგიტარებს რა. ძირითადად კი ფეიქ იმეებით იგინებიან ხოლმე, მაგრამ გადაეყრები ისეც, რომ ცხოვრებას დაგიმთავრებს ერთ დღეში. და შენი პოლიტიკა და შენი რაღაცა არავის აღარ ემახსოვრები ერთ კვირაში. საერთოდ არავის არ ემახსოვრები. მშობელსაც კი აღარ ემახსოვრები. როგორ ბედავტო? გინ ერთი მხარე, გინ მეორე მხარე, მე ვაფშე სხვა მხრიდან უყურებ. პრაიმ ჰაუს დაამგვანეს, იმენა ის ჯერ ხო პრაიმ ჰაუსი რაღაცა ტრეშ შოუ იყო. და როგორი ხალხი უყურებდა ლაივში, რამდენი 1000 ადამიანი უყურებდა და ეხლა ეგ პრაიმ ჰაუსი არის დიდი აი თლიანი პოლიტიკა ეხლა, ქართული პოლიტიკა არის ერთი დიდი პრაიმ ჰაუსი. ერთმანეთს აშავებენ, ერთმანეთს თუ მაგალითად ხარდამჭერი გამოუჩნდება ვინმე ადამიანს, ან მოწამლავენ, ან ამათი საპირისპირო აზრი თუ აქვს რა, ან მოწამლავენ, ან რავი, გააშავებენ, მარგინალს გახდიან და ყველა ზომას იღებენ, რომ ის ადამიანი ჩამოიშორონ. ეგრეც აკეთებენ და ეგრეც ხდება და დარჩენილი არის ორი ფლანგი რა. აქეთ ეს ნაციონალური უფრო აი ძველი ნაციონალები და იმის გარშემო კიდე რა, ვითომ ერთად არ არიან, მაგრამ ძირითადად ეხა ერთი იდეოლოგია აქვს.
და მეორე მხარეს არის ოცნება. ხო და ორივე მხარეს მაგრამ მიქარული აქვს. ჯერ წინამთავრობას რომ მიქარული აქვს, ეხლა ვინც ვიცით და ვინც ეხლა გუშინ დაიბადა და საიმში არ არის რა ხდებოდა ადრე, ის ვერც გაიგებს, კაცო, ის პროპაგანდით არის მოწამლული. და ეს ოცნება კიდე ეხლა რო გახდა კონსერვატორი და ეხლა რო გახდა, ეს არის არა და რეალურად ფარისეულობა. რა ფარისეულობა არის ეგ, როცა რაღაცა ნიღაბი გაქვს და რეალურად ეგ არ ახარ. კონსერვატორები რანაირად არიან ეხლა ოცნების ხალხი? აი რანაირად არიან კონსერვატორები, როცა აქამდე პატრიარქის მოწოდებები იყო, ხალხი გამოდიოდა, რაღაც კანონი არ მიიღოთ, რაღაცა ის არ ჩაატაროთ. და ესენი მაინც აკეთებდნენ რა სკოლებს, თეატრს რა უქნეს თო. და თან ქალაქი რას გავს? აფთიაქები, კაზინოები, ლომბარდები. თან ლომბარდები არის კაზინოებთან, ძალიან ბევრი. და რა ვიცი რა, აი ტიპებს აქვთ ტელეფონები და ტელევიზორები და რაც ანათებს სახში ყველაფერი ლომბარდში აქვს და როგორ თო ეხა რანაირად არის ეგ სწორი? ესენი თუ კონსერვატორები არიან და ესენი თუ ღმერთის ასეთი მორწმუნეები არიან, ყოველ დღესასწაულზე ესე რომ გამოდიან და გამოანათებენ ხოლმე ვითომ დიდი სანთლებით და გვერდში ამოუდგებიან. მაგარი საგიჟეთი ხდება ქვეყანაში რა. ესენი არც კონსერვატორები არ არიან და არც მორწმუნეები ესენი არ არიან, არც ქრისტიანები. ესენი არიან მედროვეები რა. და მაგ მედროვეებთან ვინც ახლა გვერდში დგას არის უბრალოდ კაი პოზიციაში უნდა ყოფნა და მაგიტოა რა. მეორე მხარეს ვინც დგას, ისინი არიან ჩვეულებრივი მანიაკები. ჩვეულებრივი მანიაკები არიან. ერთმანეთზე უარესები არიან, ვაფშე ერთი იდეოლოგიის მასაა. უბრალოდ დაყოფილები იმიტომ არიან, რომ ესენი არიან მთავრობაში. და იასნია საკუთარი პოზიციების დათმობა არ უნდათ. ატივტივებენ იმ ძველ სახეებს, რომ უბრალოდ ადამიანებს გაგვიჩნდეს შეგრძნება, რომ რა გვინდა ეხა ის ძველი, უფრო ცუდი, ჯობია რომ ეს იყოს რა, ცუდი იყოს. ეხა რეალობა ეგეთია, რომ ვინც პატარა რაღაც ანალიტიკა იცის და ვინც ცოტა რაღაც სერიოზულ თემებს უსმენს და ვინც მართლა ერკვევა გეოპოლიტიკაში და იმათ ვინც უსმენს. იმათმა ვიცით ეხლა ჩვენ რომ მაგალითად ომის თემა რო არის, რეალური არის, მართლა ეგრეა რა. ჩვენ ეხლა უეჭველი ომში უნდა ვიყოთ. მაგრამ ესენი რაც არიან და ვინც არიან, ეგეც უნდა ითქვას პროსტა რა. და ეს ყველაფერი კიდე არის საგიჟეთი, ეხლა რაც ხდება რა, ერთმანეთის გინება. ჯერ ერთმანეთის გინება თან ონლაინში, თან ესე გიჟურად, ქაჯურად. აი აქ რაც ხდება კომენტარებში ვიძახი რა. და ეს როგორ წაგინებს, აბა ხო არ გაჩნდებოდა, ამანაც პასუხი მიცა და მაგარი საგიჟეთია ზმაო რა. აი შორიდა რომ ამ ყველაფერს დააკვირდა, იმენა საგიჟეთია რა. ხო და მოკლედ ესეთი გიჟური თემაა რა. ჯერ ეს გინება რა უბედურებაა, თო ვიღაცა გამოგიჩნდება ხა ერთთან, ორთან, სამგან გაგივი და მე გამოგიჩნდება ვიღაცა ვისაც დასაკარგი არაფერი არ აქვს და მაგ გინების გამო ერთ დღეში დაგიმთავრებს ბიძისა ცხოვრებას და ჯერ ეს რა არის, რა პონტია, ყველაზე ბანძი საქციელია, რომ იჯდე და რაღაცა, მაგრამ რა გიკვირთ, თო ეს რო არის რაღაცა, რა ქვია იმას, ქეთი და უჩა რო არიან. ქეთი და უჩას უზის ხალხი და რაღაცა კომენტარებს და მსჯელობებს წერენ და რაღაცა რისთვის იცლის ხალხი, თო ხალხი რისთვის იცლის დაამუღამეთ და მე აქ პოდკასტებს წერ, ვინ მოусმენს პოდკასტს ნახევარ საათიანს 10 სიტყვაში აზრი ვერ გამოუტანიათ ტიპებს და მოკლედ აი ესეთი საგიჟეთია რა. ჩემი ანალიზიც ეგეთი იყო, რომ ესეთი სიტუაცია არაფერს კაის არ მოიტანს ქვეყანაში და არაფერს არ შეცვლის. ანუ სიკეთე ასეთ რაღაცებს არ მოაქვს რა. ერთმანეთს პირიქით რაღაცნაირად რომ დაჯდე და რაღაცა საერთო ენა გამონახო და თუ რამეა შესაძლებელი ერთად შეცვალოთ რა. აი რეალურ პრობლემებზე რო ილაპარაკო ადამიანმა, იცი რაზე? იმაზე ილაპარაკო, რომ აი მაგალითად აი სიძვირე როა ყველაფერში და ასე შემდეგ რა, ეხა ბევრი პრობლემაა რა. არ დავაკონკრეტებ. მომენტ, აი რო დაჯდეს ხალხი, აი იმაზე გაკეთდეს აქცია, რომ მოდი აი ეს პრობლემა შევცვალოთ რა, რამდენი ხალხი გავა და როცა გადის ადამიანი და იქ ხედავ ვიღაცა ყოფილ
პოლიტიკოსებს და იმათ თავიანთი იდეები აქვს და მიზნები რა, იქ იასნია არ დადგები ხა ნორმალური ადამიანი და რაღაცა ქართული დროშის ნაცვლად რაღაცა გაუგებარ დროშას რო აფრიალებს ადამიანი, ვერც იქ დადგები რა, იმიტომ რომ ჯერ გიტყდება იქ დადგომა რა, იმიტომ რომ რაღაცა გაუგებარ რაღაცებს ითხოვს და რეალურად აი რეალური პრობლემები რო ადამიანებმა მოვითხოვოთ რა, ჩემი აზრით აი ესეთი გაყოფა აღარ იქნებოდა. ერთად დაუდგებოდით და მოსაგვარებელს მოვთხოვდით რა. მოსათხოს მოვთხოვდით, მოსაგვარებელს მოვაგვარებდით ერთად და ძალიან ბევრი ხალხი გავიდოდა. და იმხელა მასა გავიდოდა, რომ რავი, აი ჩემი აზრით ერთ დღეში მოხდებოდა დიდი ცვლილებები რა. ვაიძულებდით, რომ ის ყოფილიყო, რაც ჩვენ გვჭირდება. და ისე ყოფილიყო ყველაფერი. მაგრამ ეხლა რეალურად რა ხდება, რეალურად ის არის, რომ რაღაცა თავი ბატონები გონიათ, აი ქვეყნის თავი ბატონები გონიათ და თავის ნებაზე ბიზნესები გეუბნა, პატარა ბიზნესი ის არის ქარხანა საქართველოს და აი ესე ფულს აწერინებენ რა. ვინც მაგათ მხარეს არის, იმათ კაი ხელფასები აქვთ ყველაფერში და თუ იმათ მხარეს არ ახარ, ეგრევე ან მოწამლული ხარ, ან რავი, რაღაც გაგაშავებენ. შექმნეს რაღაცა ესეთი მითები და მე იმიც გაბრალებენ რა. ხო და ესე გაშავებენ და ეს იმენა პრაიმ ჰაუსია, მაგარი ბანზი შოუ აქვთ გადმოტანილი პროგრამა აქვთ იმენა გადმოტანილი და მაგრად მუშაობს რა. და ხალხი კიდე აი ყველაფერშია აყოლილი. და ჩემი აზრით ეს ყველაფერი თუ ესე გაგრძელდა, ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირება აი ამ რაღაც იგიჟეს. მეტი რა უნდა თქვა ეხლა. კლიპი არის 4 წუთი და 4 წუთი არის გინება იმენა. თუ ფაქს არ უგინებია მე მგონი ამდენი ტიპა რამდენი ძაგინა ხალხს. Anda ვისაც ტალახის როლა მოყავს, ვის უნდა ჩემი სახელი შელავოს, დედის თქმა მიიღო შემგელბასობას, შენესი ახლა მე ვისაც კაროჩი ყველა შეეხო ვინს ტიპზე რამე დაწი რა. ყველას აგინა ვაფშე. კლიპს უნდა დაარქვა ჰაი კლასის გინება. საგიჟეთია თო არა და გეგონება 9 სიცოცხლე აქვს ადამიანს. აი ესეთი რაღაცეები, რასაც ტიპს უწერენ. და რასაც ეს ახლა აგინებს. ნორმალური შეგნებული ადამიანი მაგას როგორ მოითმეს თო. ან რატო უნდა მოხდეს? რატო უნდა მიიყვანო აქამდე საქმე? აზე არა ვარ. მე მგონი საკმარისია, ხო?